მოგესალმებით მეგობრებო. მე გახლავართ ნატო ნოღაიდელი და თქვენ ხართ სტუმრად ნატალიასთან. და თქვენთან ერთად ჩემი სტუმარია ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი მაკა კორინთელი. გამარჯობათ ქალბატონო მაკა. მოგესალმებით ქალბატონო ნატალია და დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს დიდ აუდიტორიას. მაკა, თქვენი მოწვევის მიზეზი ჩვენთან გახლავთ ყველაზე პრობლემატური საკითხი 21 საუკუნეში, ეს არის ჭარბწონიანობა. თუმცა როგორც გამიგია, სიმსუქნე და ჭარბწონიანობა განსხვავდება ერთმანეთისგან და როგორც ექიმს გთხოვთ გითხრათ, რა სხვაობაა სიმსუქნისა და ჭარბწონიანობას შორის? დავიწყოთ იქიდან, რომ განმარტება გავაკეთოთ მარტივად, როგორი განმარტება აქვს თვითონ სიმსუქნეს. სიმსუქნე განისაზღვრება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განმარტება სიმსუქნის არის ჭარბი რაოდენობით ან არანორმალური რაოდენობით ცხიმის დაგროვება კან-ქვეშა ქსოვილში. ჭარბწონიანობა და სიმსუქნე განსხვავდება ერთმანეთისაგან, გააჩნია რა რაოდენობა კან-ქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის არის დაგროვებული ადამიანში. ამისათვის არსებობს ძალიან მარტივი კალკულატორი, რითაც ჩვენ ვაკეთებთ განსაზღვრას, ეს არის ცხიმიანობა, ჭარბწონიანობა არის თუ სიმსუქნის რომელიღაცა ხარისხი. ეს არის ეგრეთ წოდებული ყველასათვის ცნობილი body massa index-ის, ანუ სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა. არის ძალიან მარტივი კალკულატორი, როდესაც წონას ჩვენ ვყოფთ სიმაღლე მეტრებში და აყვანილი კვადრატში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კოეფიციენტი ჩვენ გვაქვს 25-ზე ნაკლები, 20-დან 25-მდე, ეს არის სხეულის ნორმალური წონა, ასე ვთქვათ. თუ არის 25-ზე მეტი 30-მდე, ეს არის ჭარბწონიანობა და 30-დან უკვე ზემოთ ეს არის უკვე სიმსუქნეს, 35-მდე პირველი ხარისხი, 40-მდე მეორე ხარისხის და 40-ზე ზემოთ მესამე ხარისხის, რომელიც აგრეთვე ჩვენ უკვე ვუწოდებთ მორბიდულ სიმსუქნეს. ანუ განსხვავება არის ცხიმოვანი ქსოვილის რა პროცენტულობით არის ცხიმოვანი ქსოვილი განლაგებული ჩვენს კანქვეშა სტრუქტურაში. გასაგებია. გარდა ამისა, მინდა გკითხოთ, რომ მსგავსი პრობლემით რა რაოდენობის პაციენტია, რა პროცენტულობაა პაციენტების, რომლებიც თქვენ მოგმართავენ მსგავსი პრობლემით? ზოგადად ალბათ ახალი არ არის, რომ სიმსუქნის პროცენტულობა და ჭარბწონიანობის პროცენტულობა ბოლო წლებში ძალიან მოიმატა. განსაკუთრებით ეს არის ბავშვებში. თუ მაგალითად 2000 წლამდე მოზარდებში 5 წლიდან თქვა 16 წლამდე დაახლოებით 2% იყო მსოფლიო მოსახლეობის, უკვე 16%-მდე გაიზარდა ამ ბავშვების ამ გარდატეხის პერიოდში მომართვიანობა ექიმთან. ანუ რეალურად რო ვიმსჯელოთ, პირობითად ვამბობ, დღის განმავლობაში პაციენტების მომართვიანობა ჩემთან დაახლოებით ჭარბწონიანი და სიმსუქნის პაციენტის მომართვიანობა არის დღეში დაახლოებით 60%. ზოგადი ჩემი პაციენტების რაოდენობიდან დიახ. თუმცა მე მინდა აღვნიშნო, რომ ჭარბწონიანობა და სიმსუქნე არ არის მაინც და მაინც, ვთქვათ, მათი მომართვიანობა, რატომ მოდის პაციენტი ჩემთან. ის თulis რომ არის ჭარბწონიანი და ვთქვათ მსუქანი, მაგრამ გარკვეული კვლევების საფუძველზე ჩვენ ვგებულობთ, რომ ვთქვათ, ეს წონა არ არის რაღაცა მიზეზის გამო, ჰორმონალური დისბალანსის ან რაღაცა დაავადების გამო გამოწვეული და უბრალოდ არის იმიტომ, რომ ის იცავს, ანუ მას აქვს არანორმალური ცხოვრების რეჟიმი და ცხოვრების სტილი. გასაგებია. რა მაინტერესებს ქალბატონო მაკა? აი მე მაგალითად თქვენ იცით რომ მე მიმყავს ბლოგი ჭარბწონიანობის შესახებ და იქ ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ ჩემს აუდიტორიას. თუმცა ძალიან ბევრი კითხვა შემოდის მიზეზებთან დაკავშირებით, ჭარბი წონის განვითარების მიზეზებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მიზეზი ჩემს შემთხვევაში იყო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. აი ამის შესახებ რას მეტყვით? იცით როგორ მე დავიწყებდი ასე ვთქვათ მიზეზებზე საუბარი. პირველი რაც აუცილებელი ფაქტორი არის, უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ფაქტორი არის 99%, ეს არის გენეტიკური განწყობა.
არის ასე ვთქვათ, მშობლები გადასცემენ შვილებს, შვილიშვილებს გენეტიკური განწყობა დაახლოებით 6 თაობა არის, გენის მატარებლები არიან, ამ ენდოკრინული გენის მატარებლები, სიმსუქნის გენის მატარებლები. თუმცა ეს გენი რამდენად გაღვივდება მომავალში ბჭყალებში ვლაპარაკობ, ეს უკვე დამოკიდებული არის სხვა ფაქტორებზე. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ეს არის კი ბატონო ფარისებრი ჯგუფის ფუნქციის დარღვევა. მეორე, ანუ ჰორმონალური ფაქტორი. მეორე შეიძლება იყოს, რაც ყველაზე ხშირი არის აგრეთვე ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული სისტემის, ეგრეთ წოდებული პროლაქტინი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც ღებულობს მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში. მესამე ეს აგრეთვე თირკმელზე და ჯირკვალი ჩვენი, რომელიც გამოიმუშავებს ყველასათვის ცნობილს დღევანდელ დღეს ძალიან პოპულარული გახდა კორტიზოლის განსაზღვრა. ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც ჩვენ შეიძლება მოგცეს სიმსუქნის განვითარება. თუმცა გენეტიკურ განწყობას აქვს როგორც აღნიშნე უდიდესი მნიშვნელობა. თუ ჩვენ არა გვაქვს აი ამ ჰორმონებიდან რაღაცა მაპროვოცირებელი ფაქტორი თუ არ არის ამ გენის განვითარებისა, გაღვივებისა, როგორც წესი, სიმსუქნე არ არის. მაგრამ თუ დარღვევა ხდება, ამ შემთხვევაში ეს სიმსუქნის გენიც ღვივდება. თუმცა მე აქ მინდა ცოტა გავავრცელო თქვენი კითხვა. ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება მოგვცეს სიმსუქნე, აბსოლუტურად გეთანხმებით, თუმცა ეს სიმსუქნე იქნება უფრო ჰიპოთირეოზის დროს გვაქვს შეშუპება. ანუ შეშუპება კიდე სხვა არის და სიმსუქნე კიდე სხვა არის. მეორეს მხრივ კიდე თვითონ ჭარბმა წონამ და სისუქნემ შეიძლება მოგვცეს ფარისებრი ჯირკვლის შედარებითი უკმარისობა. ანუ ჩვენ აქ უნდა გავსაზღვროთ, ეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა წონის გამო არის, თუ თვითონ ფარისებრმა მოგვცეს ჩვენ წონის მატება. ამ შემთხვევაში ექიმის კომპეტენცია არის, აქ უნდა სწორი დიაგნოსტიკა მოხდეს, რომ მოხდეს ამ სიმსუქნის კორეგირება. თუ ეს არის ჭეშმარიტი დარღვევა ფუნქციის ფარისებრი ჯირკვლის, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გვჭირდება მკურნალობა მედიკამენტური. თუ ეს არის მეორადად ფარისებრი ჯირკვლის შედარებითი უკმარისობა წონის გამო, უნდა მოხდეს წონის კორეგირება და ეს გვაძლევს ჩვენ მერე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარეგულირებასაც. ანუ აქ უკვე ექიმის კომპეტენცია, ექიმა უნდა გამიჯნოს, გვჭირდება თუ არა მკურნალობა. თუმცა გეთანხმებით ერთ-ერთი მიზეზი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. სწორედ აი ჩემ შემთხვევაშიც ესე მოხდა, რაც თქვენ თქვით. ანუ, როდესაც ჩემმა ენდოკრინოლოგმა დამინიშნა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დროს, ჰიპოთირეოზის დროს პრეპარატი, ჰორმონი და მე დავიკელი წონაში, ეს ჰორმონი მოხსნა. ანუ სწორედ ეს ყოფილა მიზეზი. ანუ ჩემ შემთხვევაში იყო მე გენეტიკურად მაქვს ეს სიმსუქნის მომენტი, შესაბამისად, აქედან გამოწვეული ყოფილა აი თქვენი საუბრიდან გამომდინარე. ეხლა მივხვდი, მეც ექიმი ვარ, მაგრამ ამაზე არ მიფიქრია სხვათა შორის. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და სხვათა შორის ძალიან ზუსტი, სწორი კვლევები არის ჩასატარებელი, რომ ზუსტად დავნიშნოთ, თუ არ დავნიშნოთ ჰორმონოთერაპია, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში გამართლებული არ არის ჰორმონოთერაპია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დროს. დასაგებია. ეხლა ესე ბრჭყალებში ვიტყვი, ტრენდული არის კორტიზოლი, რომელზეც თქვენ ახსენეთ კორტიზოლი. და ხშირად მას სტრესის ჰორმონსაც უწოდებენ. თუმცა მე მგონია, რომ თლათ ესეც არ არის. ანუ კორტიზოლს აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები, გააჩნია რა შემთხვევაში არის მისი რაოდენობა და მისი დონე მაღალი, თქვათ. ჩვენ სისხლში ხომ? აი რას გვეტყვით კორტიზოლის შესახებ, რომ ჩვენმა მაყურებელმა სწორად გაიგოს ამ ჰორმონის შესახებ ინფორმაცია, სწორად მიიღოს და მისი მიმღეობა იყოს ესე ვთქვათ გამართლებული და თქვენი რჩევები მხედველობაში მიიღონ გათვალისწინებული კონდეთ. მართალი ბრძანდებით დღეს აი რომ შემოდის ჩემთან პაციენტი კაბინეტში წონიანებიდან წონით რომელიც მომართავს თვითონვე მეუბნებიან რომ ექიმო თუ შეიძლება კორტიზოლი განსაზღვროთო და მე ვეკითხები და რატომ რატომ? არ ვიციო, ბეზობელმა მითხრა ბიძაშვილმა, დეიდაშვილმა, მამიდაშვილმა. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, კორტიზოლი ეს არის სტრესის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ჰორმონი. კორტიზოლი ჩვენ ვიცით, ეს არის თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი. აგრეთვე თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონში კიდევ გვაქვს ჩვენ სხვა სტრესული ჰორმონები, თქვენთვის ცნობილი, მაგალითად ადრენალინი. კომპლექსში
აი ეს სტრესული ჰორმონებში, აი ეს თირკმელზედა დაჯირკვლები, რა თქმა უნდა, სტრესის დროს თირკმელზედა დაჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაცია იმატებს სისხლში კორტიზოლი, რომელიც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მოქმედებს მეტაბოლიზმზე. რა არის მეტაბოლიზმი? ეს არის დარღვეული ნივთიერებათა ცვლა, რომელიც გვაძლევს ჩვენ დარღვევას ცხიმოვან ცვლაში, ეს არის ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები, ნახშირწყლოვან ცვლაში, ეგრეთ წოდებული ჰიპერინსულინემია და ინსულინორეზისტენტობა, ჰომოინდექსის გამოთვლა დღესაც ძალიან პოპულარული არის და შეიძლება იყოს ელექტროლიტული დისბალანსი. როდესაც კორტიზოლის კონცენტრაცია მატულობს სისხლში, მეტაბოლიზმი მცირდება. მეტაბოლიზმი მცირდება, რა თქმა უნდა, გვაქვს ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი რაოდენობით დაგროვება. დიახ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა აქ მინდა ვთქვა, სტრესის დროს მომატებული კორტიზოლი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის თქვათ წონის მატებასთან მიმართებაში, ვიდრე ჭეშმარიტად, როდესაც ჩვენ გვაქვს თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია, როდესაც ჩვენ კორტიზოლი გვაქვს ძალიან მაღალი, თავის მხრივ ჩვენ ირღვევა ჰიპოთალამუს, ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის ბალანსი და გვაქვს უკვე სულ სხვა პრობლემა. თირკმელზედა ჯირკვლის უიცენგო კუშინგის დაავადება ან სინდრომის განვითარება, რომელსაც რა თქმა უნდა ახლავს სიმსუქნე, მაგრამ ეს სიმსუქნე სხვა არის და თვითონ სტრესის დროს მომატებული კორტიზოლის მატების გამო სიმსუქნე კიდე სხვა არის. აი ეს არის ორი სხვადასხვა სიმსუქნე. ორი სხვადასხვა სიმსუქნე. როდესაც ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტად თირკმელზედა ჯირკვლიდან წამოსული კორტიზოლი მაღალი, აქ შეიძლება ჩვენ გქონდეს საქმე რაღაც ან ჰიპერპლაზიასთან, ან ადენომასთან თირკმელზედა ჯირკვლის, რომელსაც ჩვენ ვეძახით უიცენგო კუშინგის სინდრომს, ჰიპერკორტიციზმს, რომელსაც ახასიათებს რომლის გამოვლენა არის შემდეგი: წონის მატება, არტერიული წნევის ციფრების მატება, ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, შეიძლება იყოს უკვე დიაბეტიც განვითარებული, დისლიპიდემია აუცილებლად, ჰირსუტიზმი, ჰიპერტრიხოზი ძალიან ხშირი არის, ანუ ჭარბით მიანობა ქალებში. იქ სადაც არ უნდა იყოს სახეზე, მკლავებზე, ფეხებზე, ხელებზე. დამახასიათებელი არის სტრიები, ეს არის კანის დეფექტი, ნახეთქები, რომელიც არის ფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ დროს. არის ძალიან წითელი, კვასკვასა, როგორც ჭარხალი. და მეორე სიმსუქნე, რომელიც არ არის დაკავშირებული თირკმელზედა ჯირკვალთან, იქ სტრიები გვაქვს თეთრი ფერი ან ღია ვარდისფერი. კიდევ ძალიან დამახასიათებელი არის ეგრეთ წოდებული მატრონიზმი, ანუ წითელი კვასკვასა ლოყები. და კანის გარკვეული პრობლემებიც ეწყებათ, ესეთი აქერცვლა, არასასიამოვნო შეხედულება, ისეთი შთაბეჭდილება გვჭება ხოლმე, რომ თქვათ, ადამიანი დაუბანელია, თუმცა რა თქმა უნდა, შეიძლება ორჯერაც, სამჯერაც მიიღოს დუში, მაგრამ კანის პრობლემები, აქერცვლები იწყება. ანუ, აი ეკაც არის გასამიჯნი. ცალსახად კორტიზოლის განსაზღვრა, კი ბატონო, ვეთანხმები, სწორია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. მეორეს მხრივ, აი ეს მეორე სიმსუქნე, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, არა ჰიპერკორტიციზმიდან წამოსული, კუშინგიდან წამოსულ სიმსუქნეზე ჩვენ რო არ საუბრობთ, თვითონ სიმსუქნეც არის სტრესული მდგომარეობა ორგანიზმში. და თვითონ ამ სიმსუქნით ჩვენ შეიძლება მოხდეს კორტიზოლის უმნიშვნელო მომატება. ამიტომაც კი, პოპულარული არის, საინტერესო არის, რა თქმა უნდა, მაგრამ კორტიზოლის გარდა კიდე ძალიან ბევრი ჰორმონი ღებულობს მონაწილეობას ამ ნივთიერებათა ცვლის, ასე ვთქვათ, ნორმალურ ან არანორმალურ ფუნქციონირებაში. იგივე პროლაქტინი. გასაგებია. იგივე, ვთქვათ, ავიღოთ თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრე. იგივე ავიღოთ პანკრეასი, იგივე ავიღოთ სასქესო ჯირკვლები. უამრავია. ერთობლიობაში ზოგადად მე ვიტყოდი ასე, სიმსუქნე ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ერთი მიზეზიდან წამოსული პრობლემა. სიმსუქნე არის მრავალპროფილური
დაავადება, ეს არ არის უბრალოდ რაღაცა მოკლე მონაკვეთის მდგომარეობა, ეს არის ქრონიკული მორეციდივე დაავადება, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჭირდება ყურადღება და მკურნალობა. ძალიან საინტერესოა. და კიდევ აქვე მინდა უკაცრავად აღვნიშნო აი კორტიზოლის განსაზღვრა. თუ მაინც და მაინც მიდგება საკითხი კორტიზოლის განსაზღვრასთან, მე აქაც მინდა ვთქვა, რომ კორტიზოლს აქვს თავისი ცირკადული რიტმი. ანუ ერთჯერადად აღებულ კორტიზოლსაც ისეთი გადამწყვეტ ინფორმატიულობა არ გააჩნია. კორტიზოლს აქვს ცირკადული რიტმი, როდესაც ჩვენ როცა ვიღვიძებთ 6-დან 8 საათამდე, მეგნიდოდა მეკითხა სწორედ. 6-დან 8 საათამდე თირკმელსა და ჯირკვალი იღვიძებს, იმიტომაც ჩვენ ვიღვიძებთ და აი ამ პირველი კვლევა უნდა ჩატარდეს 6-დან 8 საათამდე კორტიზოლზე, რა თქმა უნდა, თავის ცენტრალურ ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან ერთად. მეორე კვლევა კორტიზოლზე უნდა ჩატარდეს დღის 4 საათზე, იმიტომ რომ დაახლოებით დღის 12 საათიდან კორტიზოლის კონცენტრაცია ნელ-ნელა მცირდება და მესამე კვლევა უნდა ჩატარდეს ღამის 11-დან 12 საათამდე, როდესაც თირკმელსა და ჯირკვალი მიდის დასაძინებლად. აი ამ ცირკადული რიტმის შესწავლის შემდეგ ხდება უკვე საბოლოო დიაგნოსტიკა. ეს სიმსუქნე არის თირკმელსა და ჯირკვლიდან წამოსული სიმსუქნე თუ რაღაცა სხვა მიზეზებიდან წამოსული სიმსუქნე. აი ეს მაინტერესებდა სწორედ და ხშირად არის საუბარი ხოლმე, როდესაც მე ან ვუყურებ რაიმე ინფორმატიულ ვიდეოს, ან თქვათ ვკითხულობ, ხშირად საუბრობენ ექიმები და პაციენტები, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ დილით ადგომას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ადრე გაღვიძებას, 7 საათზე გაღვიძებას, სწორედ ამ კორტიზოლის დონე არის მაღალი, ამ დროს საჭიროა ერთი ჭიქა წყალი დალიო, ივარჯიშო, ну ცოტა ფიზიკური დატვირთვა მიაღებინო ორგანიზმს და აუცილებლად არის კარგი ორგანიზმისთვის დილის კვება, ნოყიერი კვება მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად. თუმცა ამაზე შემდგომ შეგვიძლია ვისაუბროთ. დღეს კიდევ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. როდესაც პაციენტი მიდის ჭარბწონიანობით ექიმთან, თითქმის ყველა ენდოკრინოლოგი უნიშნავს სწორედ თქვენ რაც ახსენეთ პროლაქტინის განსაზღვრას და რა როლი აკისრია პროლაქტინს სწორედ ჭარბწონიანობაში, ეს მაინტერესებს. პროლაქტინიც არის ერთ-ერთი ჩვენი ცენტრალური ჰორმონი, რომელიც რა თქმა უნდა ღებულობს მონაწილეობას მეტაბოლიზმში. მაგრამ აქ კიდე მინდა ერთ ძალიან საინტერესო ნიუანსზე გავამახვილო ყურადღება. ზოგადად ჩვენი ენდოკრინოლოგია და ჩვენი ჰორმონები არის პატარა-პატარა ნიუანსებიდან იქმნება ძალიან დიდი პრობლემა. პროლაქტინი მე აღვნიშნე, რომ არის ცენტრალური ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება თავში ჰიპოფიზში, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ სისტემაში. აქვე ჩვენ გვაქვს თირიოტროპული ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ფარისებრ ჯირკვალს. მე დაუბრუნდები თქვენს პირველ კითხვას, ჰიპოთირეოზი. ჰიპოთირეოზე რა იყო? ფარისებრ ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება და თირიოტროპული ჰორმონი ჩვენ გვაქვს მომატებული თავში, ხო? TSH რასაც ვეძახით. TSH და პროლაქტინი ორივე ცენტრალური ჰორმონია, ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს თირიოტროპული ჰორმონი მომატებული, ისევ და ისევ შეიძლება ეს არ იყოს ჭეშმარიტი ფარისებრის პათოლოგია და იყოს პროლაქტინის ხარჯზე. ან პირიქით, პროლაქტინის სიჭარბემ ჩვენ შეიძლება მოგცეს თირიოტროპული ჰორმონის მატება და გვაქვს ცრუ დიაგნოსტიკა, რომ პაციენტს აქვს ჰიპოთირეოზი. ისევ და ისევ ერთმანეთზე გადაჭაჭვულია ეს ყველაფერი. რა ხდება ჰიპოფიზში, რა ხდება ჰიპოთალამუსში. აი აქედან გამომდინარე, პროლაქტინის უმნიშვნელოვანესი ჰორმონი არის წონასთან მიმართებაში, ზოგადად ვიტყოდი მეტაბოლიზმში. მეტაბოლიზმი მარტო წონა არ არის. არ არის მარტო წონა. თუ ჩვენ მომატებული გვაქვს პროლაქტინი, მეტაბოლიზმი დარღვეულია და ერთ-ერთი გამოვლინება გვაქვს ჩვენ წონის მატება. ერთ-ერთი და არა ერთადერთი. პროლაქტინი თავის მხრივ თუ გვაქვს ჭარბი, იწვევს მასტოპათიას, გალაქტორიას, ანუ სარძებე ჯირკვლებიდან ხსენის გამოსვლას დიახ, ფერტილობა, ციკლის დარღვევები და რიგი პრობლემებისა.
ანუ ისე ვაღვნიშნე, ზოგადად ენდოკრინოლოგია, თავისი ჰორმონები ძალიან სათუთია, ძალიან მოსაფრთხილებელია, პატარა-პატარა ნიუანსებია, კვლევები ჩასატარებელია და საბოლოო ჯამში არის დასადგენი დიაგნოზი, ეს არის წონა, ვთქვათ, ჰორმონალური დისბალანსიდან გამომდინარე, თუ გარე სხვა პირობებმა მოგცა ჩვენ წონა. მეორე წონის მატება. მეორეს მხრივ შეიძლება იყოს უშუალოდ პრობლემა ჰორმონებში, ენდოკრინოლოგიაში, ჰიპოფიზის ადენომა, აღნიშნე თვითონ ფარისებრის დარღვევა, ფარისებრიდან წამოსული დისბალანსი, თირკმელზე და ჯირკვლიდან წამოსული დისბალანსი და აი ამ ჰორმონალურმა დარღვევამ ჩვენ შეიძლება მოგცეს ჭარბი წონა და სიმსუქნე. ანუ რეალურად პირველი რომელია ეს არის დასადგენი, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, შევურჩიოთ პაციენტს სწორი, ადეკვატური მკურნალობა, რასაც ის მიყვება, როგორც მე აღვნიშნე, მთელი ცხოვრების განმავლობაში. და ძალიან დიდი შეცდომა აქვე დასკვანს გავაკეთებ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ის რომ პაციენტების უმეტესობა თვლის, რომ თუ კვების რეჟიმს შეცვლის, ამითი ყველაფერს ეშველება. მაინც საჭირო არის ენდოკრინოლოგის ჩართულობა, მე როგორც ხვდები. მე ვფიქრობ, ეხლა დღევანდელ დღეს ხო წონა სამწუხაროდ, ეხლა რა განხრედაც მე ვისაუბრე, ჰორმონალური დისბალანს, უკვე აჯობა, გადააჭარბა რეჟიმმა, რა თქმა უნდა. ცხოვრება დაჩქარდა. ღამე აღარ გძინავს რატომღაც. ეს თუმცა მე საუბარი მაქვს უფრო ბავშვებზე, თინეიჯერებზე, ღამეებს ათენებენ, კვება არასწორი, კვება არანორმირებული, დღეძინავთ, ღამე ხვიძა. კვების ობიექტები. კი ბატონო, მე ავლაპარაკობ რომ არასოდეს, რა თქმა უნდა 1000 ერთხელ სწრაფი 1000 ერთხელ ქუჩაშიც უნდა ვიკვებოთ, რესტორანშიც, რა თქმა უნდა, ამის გარეშე არ შეიძლება ჩვენი არსებობა ცხოვრება, თუმცა ეს არ უნდა იყოს ყოველდღიურობა. აი რეჟიმის დარღვევაც იწვევს წონას. ამ პროცენტულობამ წონის კუთხით გადააჭარბა რეალურად ენდოკრინულ პრობლემებს. რა თქმა უნდა, პირველი მკურნალობა თუ ენდოკრინული პრობლემის დარეგულირება, თუ ეს მეორე პრობლემა, რა თქმა უნდა, რეჟიმის დაცვა. მაგრამ აქაც უნდა ვთქვა, ზოგს გონია, დაიცავენ ერთი თვე, ორი თვე რაღაცა რეჟიმს და მორჩა. ასე არ არის. ამიტომ კვების რეჟიმი უნდა შეირჩეს ისეთი ადამიანის მიერ, რომელიც იქნება მისი ცხოვრების მეგზური. და ამ შემთხვევაში უკვე მისთვის წონის კლებაც და შენარჩუნებაც იქნება მეტად მარტივი. აბსოლუტურად მე თქვენ გეთანხმებით, თუ ადამიანი გაითავისებს იმას, რომ საუზმე უნდა იყოს თავის დროზე, სადილი უნდა იყოს თავის დროზე და ბახშამი უნდა იყოს თავის დროზე. და აგრეთვე რაციონი უნდა იყოს დაბალანსირებული და არ უნდა იყოს გადავსებული, ესე ვთქვათ. საუზმე უნდა იყოს გაღვიძებიდან 9 საათში, ოღონდ მე არ საუბრობ თუ ადამიანმა ხა 2 საათზე გაიღვიძა, ეს საუზმე აღარ არის. არის დილის საუზმე, თქვათ 7-დან 9 საათამდე საუზმე, 2-დან 4-მდე სადილი, 7-დან 8 საათამდე ვახშამი. თუ აი ამ რეჟიმს დაიცავს პაციენტი, დაბალანსებულად თუ იკვებება და კვებებს შორის არ ექნება რაღაცა ისმუსნავა, რაღაცა იქ კამფეტი, რაღაცა მიირთვა, სუქანი ადამიანი ხდება, გამხდარი სუქდება. ანუ ადამიანი იღებს იმ მდგომარეობაში დგება, რა მდგომარეობაც არის მისი ნორმალური მდგომარეობა. კვებას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაზეა საუბარი? ოღონდ ეს კვება უნდა იყოს მთელი ცხოვრება. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ქალბატონო მაკა, კიდევ ერთი კითხვა მაქვს. აი თქვენ ბრძანდებით ენდოკრინოლოგი, მუშაობთ, გაქვთ თქვენი კაბინეტი, იღებთ პაციენტებს და მაინტერესებს საათები, თქვენი სამუშაო საათები, რომელ საათებში მუშაობთ და თქვენ იცით, რომ დღეს საკმაოდ რთული არის ექიმთან მისვლა. და ეს პრობლემას წარმოადგენს ბევრი პაციენტისთვის, ბევრი რეგიონიდან არის და უნდა ვთქვათ თბილისში მიმართოს ექიმს. რა აზრის ხართ ვთქვათ ონლაინ კონსულტაციებზე? ატარებთ თუ არა თქვენ ამ ონლაინ კონსულტაციებს და თუ ატარებთ, როგორ შეიძლება თქვენთან ონლაინ კონსულტაციაზე ჩაწერა? იცით როგორ არის, ყველა ექიმს აქვს თავისი მიდგომა და ყველა მიდგომა არის გამართლებული და სწორი. მე პირადად ონლაინ კონსულტაციას არ ვატარებ. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან მე ვისაუბრე აგერ რამოდენიმე ხნის წინ. მე აღნიშნე, რომ წონის დროს პირობითად გვაქვს გარკვეული ცვლილებები ვიზუალური მხარისა. მე თუ პაციენტს არ შევხედე
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენდოკრინოლოგიაში ვიზუალურ მხარეს. იღება ჩემთან პირობითად ვამბობ. კარი შემოდის პაციენტი. თუ ეს ჭეშმარიტი თირკმაზეთის პათოლოგია პაციენტს უკვე აწერია. თუ არა და მე უნდა ვნახო აუცილებლად სტრიები რაფერია, უნდა შევაფასო მისი მდგომარეობა, ჰაბიტუს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შეშუპებულია, თმიანი არის. ძალიან ბევრ ნიუანსს აქვს მნიშვნელობა ენდოკრინოლოგიაში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტთან უშუალო კონტაქტი, მისი შეფასება უშუალოდ ვიზუალურად და საუბარი მასთან. ამიტომაც მე ონლაინ კონსულტაციას არ ვატარებ, მე ვთვლი, რომ ჩემთვის ეს არ იქნება სწორი გადამწყვეტი, იმიტომ რომ პაციენტთან მე შეიძლება რაღაცა უზუსტობა დაუშვა და რაღაცა დავაკლო მე მას პაციენტს. რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ ჩამოსვლის პრობლემა არის. ყავს, რა თქმა უნდა, მეუბნებიან, მირეკავენ, მაგრამ ეკემო ვერ მოვდივარო და ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად, სანამ ჩამოვხვალთ ადგილობრივად საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ექიმი ენდოკრინოლოგია. თუ იმ მომენტში ვერ მოდის, შეუძლია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მივიდეს ენდოკრინოლოგთან, ის იმ მომენტის პრობლემა მოაგვაროს და როცა შეძლებს ჩამოვიდეს. გასაგებია და სამუშაო საათები თქვენი, ბატონო მაკა? 9-დან 5 საათამდე. 9-დან 5 საათამდე. ძალიან დიდი მადლობა, რომ მესტუმრეთ. ძალიან საინტერესო იყო დღეს ჩვენი საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი მაკა კორინთელი, ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ის მუშაობს ენდოკრინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე გელით ისევ ჩემთან სტუმრად.